ფრანკენშტეინი, გილიერმო დელ ტოროს ახალი ფილმი, ახალი პროექტი და სანამ გადავიდოდეთ მის მიმოხილვაზე, მოგესალმებით თქვენი მყოფებით MyScreen-ის არსზე, მე გახლავართ კოსტა. მე განვიხილავ ფილმებსა და სერიალებს, ამიტომ დამომიწერეთ, დაალაიქეთ, დააშერეთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს ფილმს ფრანკენშტეინს, ეს არის გილიერმო დელ ტოროს პირადი პროექტი, ასე რომ ვთქვათ, ის ათწლეულობით ცდილობდა, რომ ეს ფილმი გადაიღო. მუსიკალური გაფორმება არაჩვეულებრივი, კადრების აღება არაჩვეულებრივი. ეს არის გოთიკური დრამა და აი კადრებშიც ძალიან კარგად იგრძნობა სხვათა შორის. მთავარ როლში თამაშობს ოსკარ აიზეკი, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე, ნაცნობი მსახიობებიდან. ის არაჩვეულებრივად თამაშობს მის როლს. ფილმი არის ორ ეტაპად დაყოფილი, ორ ტაქტად, ასე რომ ვიტყოდი. პირველი ნაწილი შემქმნელის ისტორიას ყვება, მეორე ნაწილი თვითონ მონსტრი ფრანკენშტეინის ისტორიას. ფილმი მაღლად არის შეფასებული ტომატებზე, მაღალი შეფასება აქვს ასევე IMDb-ზე, ასე რომ გირჩევთ 7.5 თუ არ ვცდები. მე გამომიწერეთ, დაალაიქეთ, გააშერეთ და მომავალ შეხვედრამდე.